უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ სულში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლაშა მაღრაძემ თქვა, ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. უწყების განმარტებით ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხსენებული დაჯგუფებების წევრები გეგმავდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას. რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა, დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას. დღეს დილით გამთენისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.